ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟურნალისტებს სამინისტრო საქმიანობის ანგარიშს აცნობს. ალექსი პეტრიაშვილი უწყების მუშაობას შეაჯამებს და მედიის შეკითხვებსაც უპასუხებს. გიორგი მანჯავიძე გვეტყვის, რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, გიორგი გისმენთ. საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილისა და ჟურნალისტების შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მედიის წარმომადგენლების პირველი კითხვა ეხებოდა ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელსაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ ბევრი კითხვა და დიდი ხმაური მოჰყვა. ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის ალექსი პეტრიაშვილის პასუხი ამ შეკითხვაზე. როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული რეზოლუცია სულაც არნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა შესაძლოა რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სარკინიგზო და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიიწევს პირიქით უფრო მეტი პროგრესით, უფრო მეტი დინამიზმით მიიწევს განვითარებისკენ და ძალიან ბევრი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით. ეს იქნება რეფორმირების პროცესი, ეს იქნება თქვათ კონკრეტული რაღაცა საკითხები, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით ძალიან ქმედითი ხელშესახები თანამშრომლობა არსებობს რეალურად საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გულისხმობ სახელმწიფო დეპარტამენტს, გულისხმობ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და მის ელჩს. კითხვებზე პასუხამდე ალექსი პეტრიაშვილმა მოკლედ მიმოიხილა მისი სამინისტროს ბოლო პერიოდის საქმიანობა და გააცნო მედიის წარმომადგენლებს და ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი გახდათ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე შედგება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება. ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დასრულდეს პირველი ფაზა, რომელიც არის ესე ვთქვათ სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა და ვილნიუსის სამიტისთვის გქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ განვაცხადოთ, რომ ჩვენი მხრიდან ეს სამუშაოები დასრულებულია. თუ კი მოახერხეთ, რომ ევროკავშირიც მოახერხებს ჩამოიყვანოს შემფასებელი მისია და შემოგვიერთდეს ამ გაცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ გადავალთ მეორე ფაზაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საუბარი იყო ამ შეხვედრისას, ეს გახლავთ ევროატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ალექსი პეტრიაშვილმა ცლადი საუბრა ამის შესახებ, მან განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზე იქნება საუბარი, მათ შორის საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, საქართველოს ნატოს ურთიერთობაზე და ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აუცილებლად საუბარი იქნება, ეს გახლავთ ISAF-ის მისია და უკვე მისიის დასრულების შემდეგ ახალ მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე. ალექსი პეტრიაშვილის და ჟურნალისტების შეხვედრის დეტალებით ეს იყო გიორგი მანჯავიძე.